მოქალაქეებს თავაზობდნენ გირავნობის სანაცვლოდ უძრავ ქონებას. ანუ მას გამოართმევდნენ მოქალაქეს ფულის სანაცვლოდ, აძლევდნენ ბინას და აძლევდნენ ამ ბინაში ცხოვრების უფლებას. მაგრამ რეალურად ეს ბინა შესაძლოა ყოფილიყო სხვა ადამიანის, ანუ ნაქირავები ქონოდა ამ კომპანიას. ბოლო წლებში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ადგილი აქვს ისეთ საინვესტიციო შეთავაზებებს, რომელიც არსებულ სარგებელზე მაღალი და შესაბამისად რისკიანია. ერთ-ერთი ასეთი სქემის მიხედვით, ეგრეთ წოდებული საინვესტიციო თუ სამშენებლო პროფილის კომპანიებმა ფიზიკური პირებისგან ბინები იქირავეს და ისინი სხვა ადამიანებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიაგირავეს. შედეგად მათ დიდი რაოდენობის ფინანსურ რესურსზე გაუჩნდათ წვდომა, მოგვიანებით კი არც ქირა გადაიხადეს და მესაკუთრეებს არც კუთვნილი თანხები დაუბრუნეს. კონკრეტულ შემთხვევას თბილისში 300-ზე მეტი დაზარალებული ყავს. ექსპერტები განმარტავენ, რომ ეს და მსგავსი მოდელები ფინანსური პირამიდაა, რომელიც იშლება მაშინვე, როდესაც ახალი წევრების ან დამატებითი თანხების მოზიდვა შეუძლებელი ხდება. შეუძლებელია $10,000, რომელსაც მე მომასესხებს, მაგალითად მე ვარ კომპანია მომასესხებს მოქალაქე, მე ამ $10,000-დან $5,000 ბინა ვიქირავ, მთელი წელი ვუხადო ქირა ამ ადამიანს და დარჩენილი $5,000-დან ისეთი ბიზნესი ან ისეთი საქმიანობა განვახორციელო, რაც იმ გახარჯულ $5,000 მას შეუნინებს და ზევიდან კიდევ რაღაც ფინანსურ სარგებელს მეც როგორც კომპანიას მომიტანს, ხო? ეს არის შეუძლებელი, ესეთი ბიზნეს სქემები არ ხდება რეალურად, ამიტომ ესეც მანიშნებელი იყო ამ ფინანსური პირამიდის და თაღლითობის. ამონაგების არარეალურად მიმზიდველ პირობასთან ერთად უძრავი ქონების სექტორში ფინანსური პირამიდის ნიშანია კონკრეტული ქონების საბაზრო ფასზე დაბალ ღირებულებად შემოთავაზებაც.